როგორია სურათი მთლიანად თუ გადავხედოთ ფილოსოფიის ისტორიას. მთლიანი სურათი არის ისეთი, რომ არის თავარი იდეები, ესე იგი საზრისები და არის კონკრეტულ თემაში მთავარი მიმართულებები. ასევე გვაქვს ავტორები და როგორც უკვე აღნიშნეთ და კიდევ აღნიშნავთ ამ თემას გავყვებით, შეგვიძლია დავალაგოთ ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად, ან ისე რომ იდეების ისტორია განვიხილოთ, ანუ დიაქრონულად. რასაკვირველია, შეგვიძლია პირდაპირ შედარებები გავაკეთოთ, მაგრამ შეგვიძლია გავყვეთ ცვლილებებს ისტორიული პირობებიდან გამომდინარე და გარემოებებიდან გამომდინარე. ხო, აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ესეთი კითხვა დავსვათ, რა პრინციპით ან წესით თუ არის საერთოდ რამე წესი იცვლება მიმართულება ფილოსოფიაში, როგორ შეგვიძლია სხვადასხვა ავტორები ერთმანეთს შევადაროთ, არსებობს თუ არა რაღაცა საერთო ხაზი დასაწყისი და დღემდე. ვინაიდან იმ მკითხველისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩვენ შორის, ვისაც უნდა ამას უკეთესად გაეცნოს, ყველა ამ ადამიანისთვის მთავარი კითხვა ისმის, თუ რა საერთო სურათი აქვს სხვადასხვა ფილოსოფოსების აზრებს. ეს აზრები ერთმანეთთან რა მიმართებაში არიან, ხო? ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ახლა ავგუსტინეს მთავარი აზრი, რომელიც უკვე გამოჩნდა იმ ტექსტში, რომლის კომენტარის პირველი ნაწილი შემოგთავაზეთ და ერთად გავაკეთეთ. შევადაროთ კერკეგორს მაგალითად და ვინაიდან იქ არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უშუალოდ შედარებადია. მაგალითად ურთიერთობა სუბიექტი ამ შემთხვევაში თანამედროვე გაგებით, ანუ ის, ვინც აზროვნებს, ეს კონკრეტულ ადამიანს ეხება ინდივიდუუმს, მისი ურთიერთობა ყოვლის მომცველი რეალობის აბსოლუტისადმი, ანუ ღმერთისადმი. ან იმ აბსოლუტისადმი, იმ სრულყოფილისადმი, რომელიც შემოსულია დროში და შემოსულია ურთიერთობაში ინდივიდთან. ხო, ეს ორივე საკითხი ავგუსტინესთანაც და კერკეგორთან არის. ამ კითხვას სხვადასხვანაირად გაეცემა პასუხი. ეს იქნებოდა ერთი მიდგომა, როდესაც ჩვენ ორ ავტორს ვიღებთ და სხვადასხვანაირ პასუხებს ვადარებთ. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ერთი ავტორი უკეთესად გავიგოთ და მთავარი აზრი, მთავარი იდეა, მთავარი დებულება, ანუ საზრისი, რომელიც ყოველთვის არსებობს ავტორის მოღვაწეობაში, რაღაცა მთავარი და მომავალი წერტილი, რაღაც ფორმულა, რომელიც თითქმის ყველაფერს ამ ავტორის აზროვნებისას ახსნის, მაშინ ისტორიული გარემოებებს გვერდს ვერ ავუვლით, ხომ? კერკეგორის გაგება შეუძლებელია ჰეგელის გარეშე, თუ ჩვენ კარგად გვინდა გავიგოთ რა კითხვის წინაშე დგას კერკეგორი, ხო? უნდა გავეცნოთ ჰეგელს. პირდაპირ მის თავის საკუთარ მთავარ ნაწარმოებში, მაგალითად ფილოსოფიური ნამცეცები, ესე ქვია მთავარ ნაწარმოებებს და კიდე დამატება ამ ფილოსოფიურ ნამცეცებზე, მეცნიერული დამატება, ასე უწოდებს მას კერკეგორი. ეს არის ამოსავალი წერტილი მისი აზროვნების და აქ პირდაპირ ჰეგელს სცემს პასუხს. ჰეგელს თავიდან სცემს პასუხს იმ გაგებით, როგორი ჰეგელიც არის დანიური ჰეგელიანიზმიდან გამომდინარე, მარტენსენის და სხვების სახით. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს მისი პასუხი ჰეგელის იდეებთან. მაგრამ ამისთვის ესე იგი ჰეგელის იდეებს უნდა გავეცნოთ, ხო? მთავარ იდეას ჰეგელის და მის იდეებს. და თუ ჩვენ ჰეგელი გვაინტერესებს, ჰეგელს ვერ გავიგებთ კარგად კანტის გარეშე. და თუ კანტი გაინტერესებს, კანტს ვერ გავიგებთ იმ კითხვების, თავარი კითხვების გარეშე, რის წინაშეც კანტი იდგა და ეს კითხვები მოედინება გინდა ასე ვთქვათ, გინდისე მაღალი შუა საუკუნეებიდან, ხო? არა დეკარტიდან, არა ჰიუმიდან, არა ემპირისტებიდან და რაციონალისტებიდან, როგორც ეს ხშირად წერია ჩვენს წიგნებში, რომელიც გვთავაზობენ მთლიან მიმოხილვას
ახალი დროის ფილოსოფიისა, არამედ კანტი გაუგებარია მაღალი შუა საუკუნეების იდეების გარეშე, რომელსაც მაღალი შუა საუკუნე გვთავაზობს. ანუ იმის თქმა გვინდა აქ რომ იმის თქმა გვინდა ამითი რომ უშუალოდ უნდა შევეხოთ თავარ იდეებს, თავარ საზრისებს, რომ უკეთესად გავიგოთ კონკრეტული ავტორი, მაგრამ კონკრეტული იდეები ერთმანეთს რასაკვირველი შეგვიძლია შევადაროთ. უბრალოდ საქმე ეხება იმას, რომ როდესაც კონკრეტულ ინდივიდუალურ ავტორს და მის იდეებს განვიხილავთ და ამ იდეების გარეშე ფილოსოფიურ ეპოქას ჩვენ ვერ გავიგებთ, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი კონკრეტული ავტორი, იგივე კერკეგორი ან ჰეგელი, დგანან კონკრეტული ამოცანის წინაშე, მათ აწუხებთ რაღაცა ძლიერ და ამის შესახებ ისინი აზროვნებენ და წერენ. ხო და ეს იდეა იმ დროის იდეაა, ხო, ისტორიულ ჩარჩოშია ჩასმული. დღევანდელი იდეა საჭირბოროტო არის რაღაცა გადაუდებელი, რაც ჩვენ გვაწუხებს და დღევანდელი მოაზროვნე ამაზე წერს. ამ ისტორიული ფრაგმენტიდან, ისტორიული ჩარჩოდან ჩვენ ვერ ამოვძვრებით, ხო, ამას ვერ ამოვტეხავთ. ისტორია არის ის, რაც ჩვენ გვხვდება, რაშიც ჩვენ შევდივართ. თეოლოგიურად რო ვთქვათ, ღვთისნებაა, ასე ვთქვათ, ისტორია და ეს ჩვენ საერთოდ არ გადაგვიტყვეტია. ჩვენ ვართ შიგნით უკვე, გვინდა არ გვინდა. ასე რომ კითხვა თუ გვინდა ავტორი კარგად გავიგოთ, უნდა დავსვათ კითხვა რა კონკრეტული საკითხის წინაშე დგას ეს ავტორი. მაგალითად ავიღოთ კი ისევე დავუბრუნოთ კერკეგორს, ამ მაგალითზე განვიხილოთ ეს ყველაფერი და სხვათა შორის კერკეგორის მაგალითზე შეგვიძლია ჰეგელის შემდეგ რა ხდება ერთი მცირე მიმოხილვა ამის შესახებ გავაკეთოთ, ხომ? ჰეგელის მერე იმდენად ყოვლის მომცველია ჰეგელის სისტემა, იმდენად რაციონალურია და თითქოს ყველაფერს ხსნის, რაც კი ასახსნელია, რომ კითხვა დაისვა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა მოაზროვნისგან, რომ შევაჯამოთ, აი რა კითხვა დაისვა, რა გახდა საჭირბოროტო, რა გახდა გადაუდებელი პრობლემა მოაზროვნეებისთვის ევროპაში, ეს კითხვა არის ასეთი, ვის ჭირდება საერთოდ ეს, ხო? რა სარგებელი აქვს ამ სისტემას? აი რომს მართალი იყოს ეგელი ყველაფერში. და ახსნა მოუძებნოს ყველაფერს, ხო? რა სისტემაც მან შეიმუშავა აბსოლუტური გონის, აბსოლუტური სულის და მისი ურთიერთობისა კონკრეტულ ინდივიდუალურ გონთან და მათი ურთიერთობისა ისტორიასთან, მათ ურთიერთობისა ხელოვნებასთან, ფილოსოფიასთან და პოლიტიკასთან, ეს ყველაფერი ახსნილია მისი ლოგიკით. ჰეგელისეული მეცნიერულ ლოგიკას რომ ეძახის ამ ლოგიკით და რომც ეს წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, ეს რომ ყველაფერი იყოს ჭეშმარიტი და მართალი, ვის ჭირდება და რაში ჭირდება ეს ყველაფერი, რომელ ინდივიდუუმს ჭირდება, აი ერთეულ ადამიანს, კონკრეტულად თქვენ, მე, კონკრეტულ ადამიანს, რაში ჭირდება ეს ყველაფერი. ანუ კიდევ უფრო რომ განვაზოგადოთ, სიმართლე და ჭეშმარიტება, რომელიც თავისთვის სიმართლე და ჭეშმარიტებაა და შენ და მე არ გამოგვადგება, არავის არ ჭირდება. უბრალოდ პრობლემაა რა, ეს ამის ახსნა, ვის არ ჭირდება ეს. მე რა რომ მართალი ხარ, თუ მე პრაქტიკაში არ გამომადგა სარგებელი არ მექნა მანდედან, იყავი მართალი. ხო? მარქსმა ამ კითხვაზე პასუხი გასცა იმით, რომ ეს სარგებელი ჰეგელის სისტემისა აქვს კაპიტალისტურ ფენას, ხო? კაპიტალისტებს აქვს სარგებელი. ჩვეულებრივ ადამიანებს აქედან სარგებელი არაფერი არ აქვთ. ხო, ნიცშემ მაგალითად ამ ყველაფერს პასუხი გასცა იმით, რომ მან თქვა, რომ ეს სარგებელი არის სუსტების და ხელოვნურად რომ მორალს იყენებენ სტრატეგიულად ცხოვრებაში და სხვები რომ დაიმონონ და სინამდვილეში თვითონ ამით ფარავენ თავიანთ სისუსტეს, აი ამ ხალხს ჭირდება ეს ჰეგელის სისტემა, ხო? ასე ვთქვათ და კერკეგორის პასუხია იგივე ჰეგელზე და მის სისტემაზე, რომ ინდივიდუუმს აერთეულ ადამიანს ეს ჰეგელის სისტემა საერთოდ არაფერში არ ადგენდა, ხო? თვითონ კერკეგორი დგას რელიგიური პრობლემატიკის წინაშე და მისი კითხვა ისმის ასე, რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის კონკრეტულად მე რომ ღმერთთან ურთიერთობაში შევიდე, ეს სისტემა საერთოდ არ მადგება მე. ასე ეს სულიერად შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ, მაგრამ როგორ შევიდე მაშინ ამ სისტემაში? ხო, ანუ პასუხი კითხვებზე ვის აქვს სარგებელი ამით ეს მართალიც რომ იყოს
სხვადასხვა პასუხები ერთი და იგივე კითხვაზე, რომელიც ჰეგელმა და მისმა ფილოსოფიამ წარმოშვა, არის სხვადასხვანაირი და ეს სხვადასხვანაირი მიმართულებები მე-19 საუკუნეში წარმოშობს სხვადასხვა აზროვნებით სკოლებს, რომელიც მე-20 საუკუნეში გვაქვს. ნიჩეანიზმის, ნიჩეს დიდი გავლენიდან გამომდინარე, მარქსიზმი, რა თქმა უნდა, და ეგზისტენციალიზმის გამომდინარე კერკეგორიდან. აი ეს იქნებოდა მაგალითად ერთი პატარა ამონარიდი, ერთი პატარა მონაკვეთი რომ ავიღოთ, ჰეგელის მერე რა ხდება, როგორ იცვლება აზროვნებითი სურათი დასავლეთში, ეს არის საჭირო იმისთვის რომ გავიგოთ მე-20 საუკუნე და ეს კიდევ საჭირო იმისთვის რომ დღევანდელობა უკეთ გავიგოთ. აი ეს იქნებოდა პატარა ამონარიდი, რის ფონზეც ეს შედარებითი ფილოსოფია, ასე ვთქვათ, შედარებითი ფილოსოფია იდეების სფეროში, ასე ვთქვათ, დიაქრონულად შეგვიძლია ვაკეთოთ და შეგვიძლია ესეთი სურათი დავხატოთ. ეს არის მაგალითი იმისა, რომ არა უბრალოდ მიუყვებით, მაგალითი იმისა, რომ ისტორიაც გვაქვს ფილოსოფიის აქ, რამდენიმე ავტორიც გვაქვს და თავარ კითხვაზე პასუხიც გვაქვს. ისე რომ ჰეგელი მთლიანად არ განვიხილეთ და ისე რომ მარქსი, ნიჩე და კერკეგორი მთლიანად არ განვიხილეთ, უბრალოდ ავიღეთ მათ მთავარ საზრისებს, მათი ფილოსოფიის მთავარ საზრისებს, მათ იდეებს შევეხეთ. აი ეს იქნებოდა მაგალითი თუ როგორ შეიძლება შევიდეთ ფილოსოფიის ისტორიაში ისე, რომ მნიშვნელოვანი თემები ამოვიღოთ, ერთმანეთს შევადაროთ და მივიღოთ ჩვენ თვითონვე სარგებელი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები აი ამ აზროვნებით ისტორიაში და რომელიც შემდეგ მერე გადავიდა ხელოვნებაში, ლიტერატურაში და ასე შემდეგ.